აქტივს მეტაფიზიკოს რომელიც ჩვენ უკვე მესამე გადაცემას ვწერთ ხო ბატონო მალხას ხო მეტაფიზიკური თვალთახედვით საქართველოს მდგომარეობა რამ ორ გადაცემაში ფაქტიურად მიმოიხილეთ ჩვენ და დღეს მსოფლიოში აღრეულია და აწეწილია მთელი მსოფლიო პოლიტიკა საქართველოს გარშემო ხატოვნად რომ ვთქვათ ცეცხლის ალშია გახვეული მთლიანად მთელი წინა აზია და საქართველოს გარშემო ცეცხლის ალი არის გაღვივებული სულ წინა აზია ცეცხლშია გახვეული აღარ და აღარ უჩანს ბოლო ისრაელის ამ სპეცოპერაცია ქვია თუ რაღაცა დაარქვეს ღაზას სექტორში იქ ამერიკა ჩარეულია ამ ამბებში იქ უკრაინის ომი იქ და ცხელი წერტილები მრავლდება და მრავლდება რა მოვლენასთან აქვს საქმე ბატონო მალხას რა ხდება მსოფლიო გადანაწილება მიმდინარეობს ვაკვირდებით მაგრამ ქვეყნები ქრება რუკებიდან იბადება რამდენიმე წლის წინ ჩვენ შევხედეთ როგორ იყო მცდელობა ახალი 20 საუკუნეში ბევრი ქვეყანა დაიბადა თუნდაც ჩვენ გვერდზე ორი ქვეყანა კი ბატონო ისრაელიც კი ბატონო აი მარტო კავკასიაში ორი ქვეყანა დაიბადა საუკუნეში რომელიც ისტორიის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა ხო ჩეჩნეთი ინგუშეთი ინგუშეთი არის ქვეყანა მაინც რუსეთის იმაში მე ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს და სომხეთს ვამბობ კი ბატონო ხოლმე ეს რა არის ეს მუდმივად ხდება ჯერ ერთი მეორე არა არის დაფარული რაც არ გაცხადდეს უნდა თქვამია სიმბოლოში ეს არის ეპოქის დასასრულის პერიოდი დედამიწაზე გარკვეული ციკლურობა ახასიათებს ამას. ყველაფერი იწყება ქაოსით და თავდება ქაოსით. აი ხლა ვართ ჩვენ ქაოსის დროში. როგორც ხედავთ ეს ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველებები, ეგრეთ წოდებული სატოვარობ, იმიტომ რომ ყველა წინასწარმეტყველება არ არის. სიამოვნებაში ბევრი პროექტია უბრალოდ. მაგრამ არსებობს ნამდვილი წინასწარმეტყველებები. ათასობით წლის წინ არის დაწერილი ბევრი. მათგანი და იმეორებს ერთმანეთს, ახალს არაფერს არ ამბობს. ის რაც უკრაინაში დაიწყო ზერწელში თქვი მე ტელევიზიით. გადაცემაში ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი რომ ეს მოხდებოდა და ეს ყველაფერი ევროპისკენ წავა, ჯერ არ არის დასრულებული. თუ გონია ვინმეს და იქაც ევროპაში დიდი ამბები იქნება, იმიტომ რომ ევროპა დაიშლება და მთავრდება. ევროპა მიდის დეგრადაციისკენ, სრული დეგრადაციისკენ და იგივე ელის მომავალში ამერიკასაც. არც რუსეთს აქვს საბოლოოდ, კაი, მაგრამ ჯერ ამას ეს მოთავდება და მე იწყება აქეთ ხარეს. გადანაწილება არაფერ შუაშია. ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. ვამბობდი მე რომ 2027 წლიდან დაიწყება უკვე იმიტომ რომ ღერძისულება ყველაფერი ხო მიდის დედამიწაზე რაც ეს ამ კატასტროფებს იწვევს და ყველა წელიწადში არა წინა საუკუნის დასაწყისშიც ესეთი ამბები იყო მაგრამ ეს შიდა პატარები იყო და ეხლა დიდი მიდის ღერძისულებასთან დაკავშირებით ვიცახი მე და რომელიც იწვევს პულსების სულება ელექტრომაგნიტური ველის უფრო სიხშირის შემცირება მომატება იმისი დედამიწის აკუსტიკის ანუ შუმანის სკალა მოიმატა ძალიან ყველა მიწის რო დაბალი ვიბრაციები შიშის ვიბრაციებია და მაღალი ვიბრაციების უკეთესია ზოგადად ჩვენ საშინელ პერიოდში ვცხოვრობდით საშინელ პერიოდში ვიცხოვრეთ ვინც იაზრებდა მაგრამ ეხლა არის ამ საშინელებების ბოლო წერტილი, ყველაზე რთული წერტილი და ყველაზე რთული პერიოდი, საშინელების შესახებ რა არის, ხა ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს ამ ლიბერალურ ფაშიზმზე. ეს ლიბერალური ფაშიზმი წინა საუკუნის დასაწყისში დაიწყო.
ეხლა კი არ დაიწყო. დიახ ბატონო. ხოლმე ყველას ავიწყდება ეს ტროცკიზმი და ის მარქსიზმი და ეს ყველაფერი როგორ შემოდიოდა რა ხდებოდა. ავიწყდებათ ხალხს რომ 1918 წელს იმან კალანტაიმ ხალხი გამოიყვანა ნუდისტები მოსკოვის ქუჩებში და ნუდისტები კი არა მარტო ეგერ ახლა ერთი დოკუმენტური ფილმი ვნახე ისე რა ქვია რეპრესირებული ქალები და ნუ ეს რა გვარია ისა კინორეჟისორი ლანა ხობერძის გამოდის და დედამისი მაგას ავიწყდება რომ მამამისი რეპრესიებს ატარებდა დიახ ხო და მამამისის რეპრესიებს შეეწირა ჩემი ბაბუა და 24 წლის რეპრესიებს შეეწირა ჩემი დიდი ბაბუა 24 წლის ეკლესიის ეზოში დახვრიტეს დედაჩემის ბაბუა ანუ დედაჩემის მამის დედაჩემის მამა და მისი ორი ძმაც ესე დახვრიტეს 27-ში 26-ში უბრალოდ ხო ესენი ავიწყდებათ იცი და ამის მსხვერპლად გამოავლინონ თავი იმ ლიბერალების შვილები არიან და იმ ლიბერალების შვილები არიან იგივეს რო აკეთებენ დღეს ახალი არაფერია ეს იდეოლოგიაა ეს დაიწყო ჯერ კიდე მე-19 საუკუნის დასაწყისში არავინ ფიქრობს იმაზე რატო თქვა ნიჩემ ღმერთი მოგდაო იმიტომ რომ ფანტასტიკურად ეხლა მე რუსულად ეს ფრაზა მახსოვს დიავოლს сказал Богу умериться страны своему людям умер Богу თავის მწუხარების და გამო ადამიანთა მიმართ იცი რა უძღოდა ამას წინ ამას უძღოდა დარვინიზმი ყველას დაავიწყდა ადამიანებს უთხრეს რომ ღმერთი არ არსებობს რაში მაიმუნი ხო და გახდა ადამიანი მაიმუნი იმან არ დაიჯერა რომ მანამდე არაფერი იყო და მის შემდეგაც არაფერი იქნება თუ არაფერი არ იქნება არ იყო წინ და არ იქნება შემდეგ ესე იგი ყველაფერი დაშვებულია და თუ ყველაფერი დაშვებულია ისე იქცევა ადამიანი როგორც იქცევა ეს იმან გითხრა ნიჩემ წუხარები თქვა ეს რომ ღმერთი მოგდაო სად მოგდა ღმერთი ადამიანში მოგდაო იმიტომ რომ ქრისტიანი ამბობს რომ მამაში ვარ მამა ჩემშია და თუ თქვენ მე დამიჯერებთ თქვენს მამაში იქნები და მამა თქვენში იქნებაო ეს არის ზუსტად ის თავარი ასპექტები. ეს პერიოდი, ეს ფსიქოტრონული პერიოდია, როდესაც დაიწყეს ადამიანების მასიური დაზომბირება. ამან გარკვეულ ზენიტს მიაღწია პირველი მსოფლიო ომის მერე, როდესაც მეცნიერების გადაკეთება დაიწყეს. მე-19 საუკუნეში 173 მეცნიერი მუშაობდა ეთერზე. ეს იცით რას ნიშნავს? არსებობდა ეთერული ფიზიკა ესეთი. მე მაგ საკითხს და ბევრი სტატია მათგანი და ვიცნობ საკმაოდ კარგად და ეხლა როგორმე ფიზიკაში საკმაოდ კარგად ვერგოვი იმისათვის რომ ის სტატიები გამეკო. იგივე დროდასივრცის თეორია, იგივე კოზირევის ფანტასტიკურია. ტორსიული ვერის თეორია ფრანგმა გააკეთა მათემატიკურად 22 წელში. ეს ყველაფერი ჩვენ გვავიწყდება, გესმის? და უცად რა ხდება? 20 წლებში იგრძელება შენი ეთერული ფიზიკა. პირველი გამოცემა მენდელეევის ხომლაკ ნათქვამი. პირველი ელემენტი ეთერი იყო. ფანტასტიკურია მენდელეევის პერიოდული სისტემა. ხო და პირველი ელემენტი ეთერი იყო. როგორც კი ეთერს ვამ პირველი ელემენტად იგივე პლაზმას რო ეძახიან დღეს ისინი რა ქვია კვანტური ფიზიკოსები. ყველაფერი გასაგები ხდება, ყველაფერი ადგილზე ჩდება. და შემდეგ შემოიღეს ეს ეთერის თეორია გააუქმეს და არასწორი გზით წავიდა ფიზიკა. რატომ? იმიტომ რომ ის უნდა მატერიალური გაეხადათ თლიანად. ის უნდა დაემიწებინათ ბოლომდე. ადამიანების ზომბირება იწყება ბავშვობიდან. იწყება ოჯახიდან. სამ განსხვავებაში გამოკეთეს ფიზიკა. კი. იწყება, ეხლა ამბობენ უკვე რომ ფიზიკის კანონები აღარ მუშაობს. 4 განსხვავებაში აღარ მუშაობს, ვერც იმუშავებს. ხო, საქმე იმაშია რომ ეს ყველაფერი ხო ნენელა დაიწყო. იცი უკვირთ ოჯახიდან რატო იწყება? იცი რატო იწყება ოჯახიდან? ჩვენ რომელ თაობაშიც გავიზარდეთ, ჩვენ გავიზარდეთ თაობაში, რომელსაც აღარაფერი ჯეროდა და აღარაფერი არ იცოდა რეალურად. იმიტომ რომ უთხრეს რომ სამყაროში არაფერი არ არსებობს გარდა ამ მატერიისა და იმათ დაიჭერეს ეს მატერია. ჩემი მშობლების თაობას ვიცახი, იმიტომ რომ ჩემი მშობლები კი ბატონო. დედამამ 30 წელში დაიბადნენ, ხო? ეხლა ცოცხლები არ არიან, მაგრამ ის პერიოდი გაიარეს, სადაც სკოლაში აქტიურად ასწავლიდნენ ამ მატერიალიზმს და ათეიზმს.
თუმცა იყვნენ იქ გენიოსები, რომლებმაც გარკვეულად შეფარულად მაინც ილაპარაკეს, იგივე როგორიც იყო უზნაძე, იგივე როგორიც იყო ბერიტაშვილი ფიზიოლოგიაში, იმიტომ მისი ფიზიოლოგია ესეთი მაგარი როა. მე მატერიალურ მეცნიერებაში ბევრი მაგარი რამე გაკეთდა, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ძირითადი რაღაცები აუხსნელი დარჩა. და ბავშვობიდან გასწავლიან, რომ ვიცი რა ეს არის სამყარო. აი რასაც ჩვენ ხედავ, ეს არის სამყარო, ეს არა, ეს არის ძალიან ვიწრო, აი როგორ გითხრა, გასაღებაში ჭრტლანში რო იყურები და რომ რასაც ხედავ, იმ დონეზე ვხედავ. საქმე რა არის, აი ეს მატერიალისტურად მეცნიერების განვითარებლები და მატერიალისტური მეცნიერები საბოლოო ჯამში მაინც თავის სიცოცხლის ბოლოს ეს აღიარებამდე მიდიან. არა, მაგაზე ხوار ვსაუბრობთ ახლა. ახლა ეგრე რამდენი ტყუილი გვასწავლეს. თუნდაც ის რომ ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის მაინც ბრუნავსო თქვა. არ უთქვია ჯორდანო ბრუნოს ის მაინც ბრუნავსო, იმიტომ რომ ბრუნავდა დედამიწა უკვე 16 წელს აღიარებული იყო ჯორდანო ბრუნო რომ დაწვეს. აღიარებული. სიამოვნებაში ის დაწვეს, ახს ესეთი წიგნი აქვს ერთი, მეხუთე წიგნია მისი, ხუთი წიგნია სულა და სადაც პარალელურ სამყაროებზე ლაპარაკობს. იმაზე რასაც წელს კვანტური ფიზიკა ლაპარაკობს. აი ამის გულზე დაწვეს. ხო. ბევრი რამე ჩვენ მოგვატყუეს. ბავშვობიდანვე მოგვატყუეს. მე პატარა რო ვიყავით, რაღაცას რო ვიტყოდით და სწორეს დავინა, ეგრე არ არის ეს ესია. და უკვე ჩარჩოების გაკეთება დაიწყო ადამიანში, ადამიანმა დაიწყო ზომბირება. ზომბირება ესე იწყება ოჯახიდან. შემდეგ ბაღი, შემდეგ სკოლა, შემდეგ უმაღლესასწავლებელი. გესმის? დროის ფაქტორი დღემდე განუმარტებელია. იმიტომ რომ დრო როგორც განზომილება ისეა ხალხზე აგებული. არ არის დრო განზომილება ენერგია, რიტმია და იმიტომ. რიტმი განზომილება ვერ იქნება, რიტმი ენერგიაა. და იმას თავის კანონები აქვს. და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ ხელოვნური ისინიც მიდის. ეს ყველაფერი შესწავლილი იყო ფსიქოლოგების მიერ და ასე შემდეგ და როგორ უნდა მოქცეოდი ადამიანს იმისათვის, რომ ესეც ნენელა ცხოველად გექცია, ანუ ბოტად გექცია. ბოტი ბიორობოტი რა, მანქანად გექცია ადამიანი. და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ადამიანი მანქანად აქციონ. ყველაფერი გააკეთეს. ამის გარდა მე რა თქმა უნდა, თქვენ გონიათ, ახლა რადგან არ ლაპარაკობდნენ თქვა იგივე კლიმატიკაზე, სიხშირეებზე, ბგერის არ იყენებდნენ მას, იყენებდნენ. ყველგან იყენებდნენ. ის კი არა მისახები ბუნებრივი სიხშირეც კი შეცვალეს 422 ხო გახსოვს ესაც კი შეცვალეს მე დავუკვირდით იგივე კულტურის განვითარების ასპექტს თუ კულტურის განვითარების ასპექტი პირდაპირ კავშირშია ადამიანის იმიტომ რომ მათემატიკაში ხარ ესეთი კანონი აუცილებელი და საკმარისი პირობა. აუცილებელია ჭამსვა, აპატია და ეგეთ რაღაცების ახურავი, ტანსაცმელი და ასე შემდეგ, მაგრამ საკმარისი სულიერი განვითარებაა, რომელიც როგორც კი გადაცდები, როგორც კი თუ რჩები აუცილებელი პირობაში შეხარ მანქანა. თუ გადადიხარ საკმარის პირობიდან და სიხარბეში გადადიხარ მთლიანად, ისევ მანქანად იქცევი, ბრუნავს და იმიტომ როგორც ერთი წრე ისე იქნება. ამათ გადაწყვიტ ეს რომ ადამიანი აქციონ მანქანად. გესმის? იცი ჩვენ Homo faber. კი, ეს სიცრუე დაიწყო ჯერ კიდე ჩვენ წინთაღრიცხვამდე პირველ 1000 წლებში. ეს სიცრუე. ეს ახლა კი არ არის დაწყებული. ნელა მსოფლიო მართვისთვის. ამ ყველაფერს თავში ანგლო-სიონისტური სამყარო უზის უდგას ახლა, მაგრამ მაშინ ეს სიონისტები ედგნენ თავში. ხო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოგვატყუეს. მე შექმნეს თალმუდი, მე იმ თალმუდს მიყვნენ, რო კითხო ღვთისმშეულიერია. იცი რას ამბობს იაჰვეზე ქრისტე? ფილიპეს ახარებაში ამბობს, ესო მოჯანყი ანგელოზიაო. მოჯანყი ანგელოზიაო. გესმით ვინ იყო მოჯანყი ანგელოზი? ნიშნავთ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ლუციფერი მერე დაარქვეს, იმიტომ რომ ის ვენერა, ხო, ის ვენერას ის რომაული ის იყო და ძველი ისინი რომ გაენადგურებინათ რომაული ეს ღმერთების ისინი დაარქვეს ლუციფერი სინათლის ანგელოზი გადმოიტანეს როგორც მოჯანყი ანგელოზი. იაჰვე ერქვა იმას. იაჰვე რომელიც მთელი ძველი აღქმა მიყვება მათ, იმიტომ ეუბნება წადით ისინი მოკალით ისინი გაანადგურეთ იმის სისხლი ჭამეთ, იმის ხორცი ჭამეთ, ჩვენ უფლება გაქვს გააკეთო. დაიგითხონ თალმუდი. ისიც როდის არის დაწერილი მე-6 საუკუნეში. როგორც ის აბრაამის წიგნი, რო ეძახიან დღეს,
სეპერეცია მეხუთეშია დაწერილი. კი, მაგრამ თუ აბრაამი იყო კალდეველი ურიდან და ის იყო 2700 წლის წინ, მეხუთეში როგორ დაწერეს? როგორ დაწერდა? ვერ დაწერდა, იმიტომ რომ 1500 წლის მკვდარი იყო ის კაცი. ხო? გარდაცვლილი იყო. ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციებს. ჩვენ გადაგვიკეთეს ყველაფერი ისტორიის ჩათვლით. ყველაფერი გადაგვიკეთეს, ესაც ზომბირებისთვის ჭირდებათ. იმიტომ რომ თუ გინდა რომ ადამიანს ფესვები უნდა მოაჭრა პირველ რიგში. ხერ თუ გინდა რომ გახმეს, პირველ რიგში ფესვებს ჭრი. აი ესე ხდება. და დაიწყეს თელი კაცობრიობის ფესვების გადაჭრა. გადაჭრა დაიწყეს და მიგვიყვანეს იქამდე ნელ-ნელა. ეს არის ზომბირება, ზუსტად. მანქანად იქეცი. 2004 წლიდან დაიწყო ზოგიერთმა საქართველოს ისტორიის წერა. კი. 2004 წლიდან კი არა, კომუნისტების დროს როდიდან წერდნენ. რეალურად თქვა 56 წელს რო აიგრძალა ის საქართველოს ისტორია, სადაც 8000 წლიანი ისტორია იყო, კომუნისტების დროს იწყებოდა ესე გაკვრით ფარსმანიდან. ხო. ეს ყველაფერი, რატომ? იმიტომ შენ არავინ ხარ, რო ეს კითხრან. რა თქმა უნდა, ახლა სიყალბეში არ უნდა გადავარდე, ისე როგორც მომხებს შევიათ, ქრისტიანები რო იყვნენ და მაიმუნზე ადრე რო დაიბადნენ, მაგრამ ხო, ეგრეც არ უნდა დაგემართოს, ეგრე ემართებათ ახლა აზერბაიჯანელებსაც, ესე ემართებათ ახლა თვითონ რუსებს. ხო, თურქნოიდიდან უკრაინელებს ამოთხარეს ის რა ქვია, შავი ზღვა და რო დაყარეს მიწა, ის გახდა კავკასიონი. უკრაინელებს შეუქმნიათ. აბა მთელი წიგნია გამოცემული. აბა ვინ ამეცადინა ეგენ? ვინ ამეცადინა? სომხები ამეცადინებდა. ეგრე ვერ არის ის. როცა ადამიანს არაფერი არ აქვს. ეხლა რუსებს აქვს კულტურა ვერ წაართმევ, კი არის გერმანული კულტურის გაგრძელება, რუსული კულტურა მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის, ეხლა გენიალური კულტურა აქვს. მარტო დოსტოევსკი ეყოფა ყველაფერს. მაგრამ სულ 6-7 საუკუნის კულტურა. არც აქვს 7-2 საუკუნის კულტურა აქვს, მაგრამ აქვს კულტურა. და ამათ საერთოდ არ აქვს კულტურა. არც ომეხს, არც უკრაინელს, არც აზერბაიჯანს დღემდე არ აქვს კულტურა და არც გურნი არასოდეს. ხო და ასე შემდეგ. ხო, აი მაშინ იმათი წამოგება ძალიან ადვილია. და იმას უნდა უხარია, რომ ესეთი მაგარია გაიგე. და არა და ეს ხო ყალბია, ეს ხომ არ სიმართლე არ არის, ხო? ეგ ხო სიმართლე არ არის. ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ. შემდეგ დაიწყეს ნელ-ნელა უკვე 50-იანი წლებიდან ტექნოლოგიების გამოყენებაც. ჩაერთო, თუმცა ამ ტექნოლოგიებზე ექსპერიმენტები ჯერ კიდე მე-20 საუკუნის დასაწყისში მიდიოდა. იყო ესეთი სერიოზული რუსი ფედოროვი და ვიღაცეები, მეცნიერები, რომლებიც სერიოზულ კვლევებს აწარმოებდნენ. თქვენ ახლა ის პროფესორ დოულის თავი მაგალითად ის რო არის ეს სინამდვილეში კეთდებოდა ექსპერიმენტი იმის ქვეშ და ახლა საბაჩეესერცია. ხო, კი. საბაჩეესერცია პროფესორ დოულის თავი. ეს ნამართლა იყო ესეთი ბიოლოგი იყო მოსკოვში პადუალში ატარებდა ექსპერიმენტებს. კი ბატონო, ხუმწაღლებზე და იმეებზე. ხელოვნური გულის გაკეთება და რაღაც. გერმანიაში უფრობენდათ, ხო? არა, ეს მოსკოვში. მოსკოვში საკეთებდნენ. კი, კი. იცი რა არის, მოსკოვს ძალიან დიდი სამეცნიერო კულტურა ჰქონდათ. მე-19 მე-20 საუკუნეში, ეს გერმანული კულტურის გაგრძელებაა თავისებური. თვითონ ლიტერატურასაც რო წაიკითხავ რუსულს გენიალური როა, რატოა გენიალური? იმიტომ რომ პოსტრომანტიული კულტურის გერმანულის გაგრძელებაა თავისებური, გესმის? ხო, რა არის საჭირო? იმისაც რომ ადამიანმა აღარ იაზრონოს, ახლა მასები აი ისედაც არ აზროვნებს, ხო? გადავიდნენ ელიტარულ, ანუ კულტურულ საზოგადოებაზე, ხო? ამისათვის პირველი დაუნაგნა. უნდა მოკლა განათლება. 50 წლებიდან დაიწყო განათლების სიკვდილი. მე მაქვს წაკითხული იგივე ფიზიკის სახელმძღვანელოები, იგივე ბიოლოგიის სახელმძღვანელო 80-იან წლებში გამოშვებული. ამერიკული. ეს უკვე დეგენერატებისთვის არის გათვალისწინებული და არა ნორმალებისთვის. იგივე მათემატიკის. იმ დროს, როდესაც მაგალითად 51 წელში კურანტის ეს არის მათემატიკა წიგნი გამოვიდა, გენიალურია. გენიალურია, ცოცხლად განახებს ყველაფერს, გესმის? აი ესეთი რაღაცები. ეს ყველაფერი რისთვის არის? იმიტომ რომ რაც უფრო დაბალია ცნობიერების დონე, მით უფრო ადვილად მორჩილებადია. და პირველი ყველაზე მთავარი ამაში რაც იყო, ეს არის სიკვდილის შიში გაუჩინეს ადამიანებს.
ეს დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში. უფრო ადრე დაიწყო პრინციპში ეს იდეა. ეს არის მე-18 საუკუნიდან ფრანგული იდეა, პრაქტიკულად მე რევოლუცია რასაც მოყვა და ისა. ხო და ყველაფერი დასაშვებია, ხო გახსოვს ეს პოზიცია. კომუნარები. თუ არაფერი კომუნების იდეას თავიდან კარგი იდეა იყო, ეგ იყო ჩადებული ჯერ კიდევ ტამპლიერებში. ტამპლიერები აწლებდნენ კომუნებს მიწას და ფულს, რომ გაიკეთებინათ და მე ბანკში უნდა შეეტანათ. ხო. ისა რა ქვია. დაიწყო ის იდეა, რომ არაფერი არ არსებობს. შენ ღვთის შექმნილი კი არ ხარ. მაგერ მაიმუნი იყო ერთი. თუმცა მას დამამტკიცებელი საბუთები არ აქვს, მაგრამ რა შეჭირდებათ დამამტკიცებელი საბუთები. იყო მაიმუნი ერთი, რომელმაც ადამიანი გამხდარიყო და გახდა ადამიანი. უხეშად ვამბობ, რა თქმა უნდა, უტრირებ. გახდა ეს მაიმუნი ადამიანი და ის მაიმუნს მერე წვერები გაეზარდა, თმები გაეზარდა, მარქსი გახდა. შემდეგ იმ მაიმუნს ესე გაეჭეჭა, ენა გადმოყო და აინშტაინი გახდა და ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან ადვილია. ადვილია, მაგრამ აქ ხდება ერთი რამ. იცი, გამოდის რომ მათი არ არსებობს. ჯერ ღმერთი რა არის ვინ იცის. თავი ამის გაგებაც ხო არის არა, მაგრამ ნუ კაი გავანებოთ თავი. რაც წამდათ და როგორც წამდათ, ის ღმერთიც არ არსებობს. თუ ღმერთი არ არსებობს, ესე იგი მე ვიბადები და ვკვდები. ესე იგი ის სამყაროც არ არსებობს. თუ ის სამყაროც არ არსებობს, მე მაქვს ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი, ვთქვათ 70 წელი. ყველაფერი დაშვებულია ამ ცხოვრებაში. აბსოლუტურად ყველაფერი დაშვებულია. მე შემიძლია ვაკეთო ის, რაც მე მინდა. პასუხის მომთხოვნი არავინ მეყოლება. არც საკუთარ თავთან არ ვაგებ პასუხს. თავარია შუბლის ძარღვი გავიწვიდო. და დავემგონო, როგორც ახლა ძალიან ბევრი ადამიანია. კი ბატონო, ამ ლიბერალებში განსაკუთრებით. ხო? მაშინ დასაშვებია. მაშინ ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი მოსულა და თუ ყველაფერი მოსულა, მაშინ არაფერსაც აზრი აღარ აქვს. ადამიანი კარგავს ნეობას. ესეთი ადამიანი ადვილი სამართავია და რატო ადვილი სამართავია? მას ერთადერთი რამის ეშინია, ეს არის სიკვდილი. რატო როგორც გიკვდება, ყველაფერი თავდება. ყველაფერი თავდება. ასე დაიწყო სერიოზული ზომბირება ადამიანების. ნუ ამას მოყვა მერე უფრო ადრე დაიწყო, ხო, იმას ვამბობ 3000 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ამ პერიოდში ზენიტში მივიდა მე-19-20 საუკუნეში. სიკვდილის იმდენად ძლიერი იყო კომუნისტების დროს, რომ მე გაგონილი მაქვს ბრეჟნევს კაბინეტში ედგა ალმასებისგან გაკეთებული რაღაც ბურთი და ამით ზემოქმედებდა მოსახლეობაზე და თვითონ იქედან ენერგიას იღებდა და 1000 სისულელეები არა ის ხებარია. იმიტომ რომ ამას ჯერ ერთი ძალიან დიდი ნეგატიური მეხსიერება აქვს. ყველაფერს უწიმახსოვრებს გარდა კარგისა და მისი გაწმენდა ძალიან ძნელია და ბევრი ფაქტი არსებობს იმისი, რომ ალმასმა პატრონი მოკლა. ძალიან ბევრი. დამტკიცებული ფაქტები ვიძახი მე. მთის ბროლის რო ქონოდა გაკეთებული, კიდევ უფრო დავიჯერებდი. ხო, არ ამგონია და ახლა მაშინ ეს ძალიან კარგად იცოდნენ. მაშინ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ სოწყლე არსებობს. 67 წელში გადაღებულიც კი იყო ბევრი რამე. ხო, მაშინ ბეხტერება იყო ბოლო და ბეხტერები იყო, რომლებიც ლაპარაკობდნენ სოწყლის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ღიად ვერ ლაპარაკობდნენ. ეს საზოგადოებისთვის არ გამოდიოდა, კვლევები მიდიოდა, მთელი კვლევები მიდიოდა უშიშროების იმის ქვეშ, პარტიის ქვეშ. ხო, მაგრამ მაშინ იმასაც მიდიოდა კვლევები, ახლა არ დამავიწყდება ცხოვრება 75 წელში, ეს იმაში მაქვს ოფიციალურ მასალაშია. 75 წელს ერთ-ერთ გალაქსი ციმბირის 0.8 ჰერცის სიხშირე გაუშვეს. 5 საათის განმავლობაში 500-მდე მკვლელობა მოხდა გალაქსში. გესმით, აგრესია გამოიწვია ადამიანებში. როგორ ფიქრობთ, ახლა ამას ვერ აკეთებენ? ახლა ბევრად ადვილია ვიდრე მაშინ იყო. მაშინ ეს სიხშირე რო გაგეშვა, უნდა დაგეყენებინა ქალაქის გარშემო აპარატები, რომელიც ამ სიხშირეს ქმნიდნენ. დღეს ეს არ გჭირდება, დღეს ტელეფონში გაგიკეთებს მაგას. და ყველა იმაში ისე რომ ვერც მიხვდები, იმიტომ რომ სიხშირე არის მინება. მე შემიძლია ჩაგირთოთ ახლა 0.8 ჰერცის სიხშირე და ნახავთ რომ არის მინება. მაგრამ ტვინზე მოქმედებს. ემოციაზე მოქმედებს, ხო ხვდებით? ხო, ეს სიხშირეები შეგიძლია ტელეფონში ჩართო, შეგიძლია ტელევიზიაში გადაცემას დაუდო უკან.
და მუდმივი აგრესია გამოიწვია. ეს არის პანიკური შიში. ასე მხედველობით შეიძლება 25 კადრის მეშვეობით. არა, ეგ რაღაც დროს ვიღა ხმარობს 25 კადრს. 25 და იყო მეორე 53. არა, დღეს აღარავინ არ ხმარობს მაგას. ვიბრაციები. ყველაზე ადვილია მგერის ვიბრაცია, ულტრამგერია, ინფრამგერა, როგორც გინდა ისე გამოიყენა ერთი მეორე, ულტრა ძირითადად. ისა რა ქვია, მომთელი 8 ჰერცი ნებისმიერ კომპიუტერში შეიძლება ჩაწერო და შეაერთებ და პირდაპირ გაუშვებ. პრობლემა არ არის. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. მაგ მეჩემილია გავაკეთო სახში. იმდენად მარტივია. ხო, მაგრამ ადამიანის ზემოქმედება ძალიან ადვილად ხდება. ამის გარდა ქიმიური პროცესები, იგივე ქიმტრეილერები რო არის, რომელიც ანალიზები რო გააკეთეს, საშინელი ისინი მიიღეს შედეგები. ეს ქიმიური პროცესებს ჯერ ბგერის ვიბრაცია ყველაფერს ცვლის, მათ შორის ქიმიური პროცესებსაც. ხო, ამ სიხშირეების გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში. სულ არ არის საჭირო აგერ შენ უყურებ კაი გასართობ კომედიას კი ხარია და იმის უკან ისეთი პანიკური ის დგას. 70% მოსახლეობის ყოველთვის ლაბილური იყო. ყოველთვის ყველა ეპოქაში. ვიცით რომ გიპნოზს ემორჩილება 70% საზოგადოების. ეს იმას ნიშნავს რომ ლაბილური ფსიქიკა აქვს 70%. 30% იყო რომელსაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მითხრეს, არ მინდა თქვა მათი სახელები და გვარები ამერიკელები, რომელმაც მითხრეს, რომ 11% გადარჩება კაცობრიობის. ეს 1 მილიარდი ადამიანია. მე ვთქვი, არა, მე მინდა რომ 1/13 გადარჩეს მეთქი და როგორ ითვლიო და კი არ ვითვლი ესე მინდა მეთქი და ესე იქნება. იმიტომ რომ ცნობიერების ამაღლება ზუსტად იმას იწვევს, შეთავაზობლები ამ სიხშირეებისგან. დღეს აირია ეს სიხშირეები. აირია რატო? იმიტომ რომ სამგანზომილებიანი სივრცის სიხშირეები და ოთხიანი სხვადასხვაა. კი ბატონო, აბსოლუტურად. და ის ფიზიკური აპარატურები, რომელსაც იყენებენ, ჯერ კიდე სამგანზომილებიანი სივრცის აპარატურებია. თვითონ ინტერნეტი ჩვენ რასაც ვიძახით, ეს ოთხგანზომილებიანი სივრცეა, არ არის სამიანი. ამიტომ გახდა ამდენი შესაძლებლობა თავისუფალი. მე ხონახეთ რა ქნეს პირველ რიგში. ეთერის განადგურება რატო დაიწყეს? თეორიის. იმიტომ რომ ეთერიდან შეიძლება და უსასრულო ენერგიის მიღება. იგივე მაგნიტური ველებისგან შეიძლება და უსასრულო ენერგიის მიღება. ეს არ აწყობდათ. იმიტომ რომ ადამიანს იმორჩილებენ ენერგიით. შენ პრაქტიკულად ცხოვრობ მუშაობ დღე და ღამე იმის გამო, რომ შენ იკვება, მეტი არაფერს არ აკეთებ, იმიტომ რომ ამ ენერგიის ფული იხადო. რესმის? იმ დროსაც არ ჭირდება ადამიანს ამდენი, ბევრად ნაკლები შეუძლია, ბევრად მეტი გააკეთოს. ეს ერთი პროექტია. თლიანი პროექტია. და საკმარისია წაიკითხო ჯერ თალმუდი, მერე რა თქმა უნდა 24 წელში დაწერილი პროექტი, შემდეგ 47 წელში დაწერილი დალასის მიერ პროექტი არ ხორციელდება. აი მე რომ აქ დადებული ჩემს იმაზე, ჩემი დაწერილია 2000 წელში. ერთი მიკითხავს დალასის გეგმარს, მეთქი რომ აქ დაწერილი. მე ვიცოდი მაშინ, მაგრამ მაშინ სახალხოდ რო ამბობდი ამას, გიჟად გთვლით. ჯერ კიდე. შეთქმულების თეორიის მომხრე ხარ. ხო, დაუკვირდით, საით წავიდა. ჩვენ ჯერ გავკვირდით რომ საზოგადოებას თლიანად ჰომოსექსუალიზმი და იმას შემოვიტანთო რა. და ბოლოს ჩვენ ვეტავერევით მაგათ, ამათ არიციან რომ დაერევიან ისევ ამათ. ხო. იქ არის ეს პროექტი. ზუსტად ისე ხდება, როგორც იქ არის ეს პროექტი. რო კითხოთ, ყველა დიდი მოაზროვნეა. იმიტომ რომ თუ ტრაკი მგვალი არ არის, თავში უთუოდ ბნელა. ეს პრინციპია რა. და ამ დროს არ იწყდებათ. ნამდვილი ფიზიოლოგია, იმაშენ არავინ გასწავლის. იგივე წინეიძანი ხსნის. ამუსიდან გადის 5 დიაგონალი, რომელიც იკვრება ყიფლიბანში. 5 ნაწილს თავის ტვინის ცენტრიდან და ესე 4. 4 ნაწილს მოიცავს ანუსი. და პრაქტიკულად შეიძლება ეს გამოიყენოს საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ კრუნჩხას აჩერებ, ყველაფერს აკეთებ, რაც გინდა, ტვინის გამომჯამთელება შეიძლება. როგორც კი ერχვა ანუსი, ირღვევა თავის ტვინი. იმიტომ რომ დიაგონალის ერთი მხარე დაირღვა, მეორე მხარე ირღვევა, იმიტომ რომ ნერვული არხებია ეს, ხო? მეტი არაფერი არ არის. ამიტომ დაუშვეს.
ესეთი ადამიანი მშიშარაა. უძველეს დროში დაუკვირდებით ალბათ და გინახიათ ალბათ. ერთი მეფე მეორეს რო დაიმორჩილებდა, მაპატიე და რატო აკეთებდა ეს იყო შეურაცხყოფის უმაღლესი დონე. მორჩილების გამოხატულება. აი იმ პერიოდიდან დაიწყო. ყველაფერი ასოთის დაიწყო. დაუკვირდით ისტორია როდიდან ვიცით. მსოფლიო ისტორიაზე მაქვს ლაპარაკი, ამ შემთხვევაში მე საქართველოზე არ მაქვს. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-3000 წლეულიდან. იმის წინ რა ხდებოდა ვიცით? ერთი ისტორიის ნამდვილი სახელმძღვანელო მონახე, რომელზეც არქეოლოგები ან სერიოზული მეცნიერები მუშაობენ, სადაც მე-3000 წლეულს ცდებიან. ეს ის ეპოქაა, 5000 წლის წინანდელი ეპოქა, 3102 წლის 18 თებერვალს ოფიციალურად ესეა მოცემული, დაიწყო კალიუგას ეპოქა, ბრელი ეპოქა. 4 ეპოქად ხო იყოფა თითო ციკლი. 4 შიდა ციკლად ითვლება. იყოფა თითო ციკლი, ესე ამ პერიოდს განსაზღვრავს მიახლოებით, ზოგი სხვადასხვა. კალიუგას ეპოქა დაიწყო ამ პერიოდში. მაგ პერიოდამდე ჩვენ არაფერი არ ოფიციალური მასში ვიცახი, არაფერი არ ვიცით. რა ჩვენ რა ვიცით, ეს ჩვენი საქმეა, მაგრამ ზოგადად არაფერი არ ვიცით. აბსოლუტურად არაფერი არ ვიცით. ვინ ვართ, რა კულტურაზე ვდგავართ? საერთოდ რა საქმე გვაქვს ამ თორასთან? არაფერი, აბსოლუტურად. ქრისტიანობასაც არ აქვს კავშირი რეალური თორასთან. ეს დამახინჯებულია, იმიტომ ამბობს, მოსემ თქვენ ჯული მოგცათ მე ჭეშმარიტებას გაძლევთ ქრისტე. მაშინ გავრცელებული იყო ბოლო 5000 წელი იმ პერიოდში რა, გავრცელებული იყო ზოლოასტრის მიწირითაჩი. ზალატუშტრას ცნობიერება, ზალატუშტრაც მოკლეს სხვათა შორის. ძალიან კაი ტიპი იყო. ქრისტიანობას სახარებებს რო კითხულობ, ზალატუშტრა იმაზე აგებული. ანუ ქრისტეს ცნობიერება ეს არის რა. იმიტომ იყო ქართველებმა ადვილად მიიღეს ქრისტიანობა შედარებით. სადღაც კი იყო წინააღმდეგობები, მაგრამ დიდი არაფერი. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები საქართველოში არ ყოფილა. დღეისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ აგერ ყველაზე ძველი ზოლოასტრული ტაძარი კახეთშია აღმოჩენილი, ხო? 5000 წლის. ანუ ჩვენ სხვა მზად ვიყავით სხვა პოზიციებისთვის. იცი 1000 სულელური თეორია შემოდის ახლა. 1000 განსაკუთრებით ესოტერიკები ხო ქმნიან და ქმნიან თეორიებს. გაგიჟდებით იმისთან და თეორიებს ქმნიან. ეს და რეალობასთან ახლოს არ არის. ჩვენ რეალურ თერმოსისტემები ვიყავით, მაშინ ანუ ეგვიპტური კულტურის გაგრძელება ვიყავით თავისებური ქართველები. ისევე როგორც გნოსტიკურიც, გნოსტიციზმი უფრო ფილოსოფია. იგივე ძველი ბერძნული მთელი სისტემა ხო გნოსტიკური და ჰელმინისტულია, ეს ორ მიმართულებაზე ის იმიტომ რომ პლატონი სოკრატე აშკარად გნოსტიკოსია. პრინციპი მისი გამათის, საუბრის, ყველაფრის. ჩვენ ამას ვივიწყებთ. გესმის? რატო? იმიტომ რომ არ გჭირდება ჩვენ თავისუფალი საზოგადოება. ჩვენ თავისუფალი აზრი არ გჭირდება. ჩვენ გჭირდება მორჩილი საზოგადოება. ჩვენ არა. იმათ იმ მამებს, ვინც ვითომ ამ სამყაროს მართავს. თავისი ჭკვით. და თქვენ გონია ეგენი ჭკვიანები არიან? არა. იცი მთელი საზოგადოება რო გაგიჟდეს ერთ დღეს, ბრძენი რომელიც გამოჩნდება ის იქნება გიში. დანარჩენი ყველა ჭკვიანი იქნება. აი ეს პოზიცია ამ საზოგადოებაში ჩანან ისინი ჭკვიანები, თორე სინამდვილეში ისინი არ არიან, იმიტომ რომ ისინი ვერ საზღვრავენ იმას, ეს რითი დამთავრდება. იმათ კანონები არ იციან სამყაროში, ვერ იგებენ სამყაროს კანონებს. რო არაფერი არ არის მარადიული. ერთადერთი ოცნება აქვს, არასოდეს მოგყვნენ. კი იცით ესა? აი ამ დონეზე არიან დასულები. ესენი არიან პრიმიტივები აბსოლუტურად. მე ვიტყვით რატო ხდება ეს ყველაფერი? ჩვენ გარშემო იცი რატო ხდება? იმიტომ რომ ზუსტად ეს ნეგატიური ენერგია მიიღონ, რაც არის დღეს საზოგადოებაში. ჩვენ გონია რომ საქართველოშია ნეგატიური ენერგია. არა, მაპატიე. აქ რო არის 10-მდენია ევროპაში და ამერიკაში. 10-მდენი ახლა ევროპაში ვიცხოვრე ბოლო ჩემი თვალით ვნახე. აბა იქ უნდა ნახო. იქ ადამიანები არ არიან, იქ მანქანები არიან ძირითადში. აღარ ცხოვრობენ როგორც ადამიანები. უემოციოდ. საფრანგეთში
მოხუც კაცს, ჯერ მე თვითონ ასაკოვანი ვარ და მოხუც კაცს ცოლი და ქმარი მოვიდნენ პადუას ემსიათ. აი ესე ჩემოდნებით აუტანე, თავის ჩემოდნები აუტანე მესამე სართულზე. იცი როგორ გაუცდნენ ეს მოხუცები და როგორ გაუხარდათ. იდო უამრავი ახალგაზრდა ტრიალებდა გარშემო ერთი არ მივიდა ახლოს მოგეხმარებით. მანქანები არიან. თქვენ გონდა გეთები იყვნენ ისინი 1 და 2 საუკუნის უკან. მაგას ასწავლიან ხა ბავშვებს. არ იყვნენ ეგეთები, ესეთები გახადეს. ესეთები გახადეს. დაუკვირდით. ძალიან საინტერესო მომენტია. ქართულ ენაში გინება არ იყო, ალბათ იცით. განსაკუთრებით დედის გინება არ იყო. პირველად ეჩდება გიორგი ბრწყინვალე, რომ გრძალავს ოფიციალურად ეს მონღოლური თვისება. ეს არის მონღოლური თვისება, რომ მონღოლებს ჰქონდათ ესეთი მომენტი, შენი შეურაცხყოფა თუ უნდა და მოგიყვანდა დედაშენს და გაუპატიურებდა შენ თვალწინ. ხო. ამას ქრისტე ამბობს. თავარი ის კი არა პირიდან ამოდის, თავარი პირში რა ჩადის, თავარია პირიდან ამოდის. ეხლა გადიდა ნახე გოგოები და ბიჭები. გადაასწრებს გოგოები მეცაკეთებენ. დღეს არ არის საამაყო რომ შენ განათლება გაქვს. არ არის საამაყო და გამოვიდა ეგეთ ნამუკაში რომ ჟურნალისტი და განაცხადა მე არც ერთი წიგნი არ წამიკითხია ცხოვრებაში. აუ რა საამაყოა. ნატაში დაუკრა. იმიტომაც ხარ ნანულა რა. ტვინგარი ცხელი ტიპი. ესეთებია უმრავლესობა. მაგრამ ვინც კითხულობს იმან რა გაიგო ეგ თქვი. იმისი არ იყოს ახლა შენ რო კითხულობ წინგს, როდესაც იქიდან კარგ რამეს იგებ, გინდა არ გინდა ის შენზე გავლენას ახდენს და რაღაცია კითხვის. ხო, ის რო შეიძლება თქვა რომ მე ეს წიგნი წავიკითხე, ეს არაფერს არ ნიშნავს, რა გაიგე. თავარი ის კი არ არის ამდენი წიგნი წაიკითხე, თავარი ის წიგნი რა გაიგე, ეგ არის თავარი. არ ეხლა რაოდენობაზეა ყველაფერი. ეხლა ეგაც არ ჭირდება, რა სიჭირდებათ, ინფორმაცია რა თუნდაც. აგერ გამოვიდა ტელევიზიაში და თუ არ იცით, Google-ში მაინც აი Google-ში რა უნდა წავიკითხო ხალხო. Google-ში წაკითხულით როგორ უნდა გამოვიტანოთ დასკვნა. თქვენ გონიათ ხელოვნური ინტელექტი რამეს სწორს გეუბნება? არა, ყველაფერს ინტერნეტიდან კრიფავს და რაც იქ წერია, იგივეს გეუბნება. იმიტომ რომ კითხე რამდენიმე საკითხი ფიზიკიდან. მაინტერესებდა. მაინტერესებდა რა პასუხებს მომცემდა, იგივე მიპასუხა რაც წერია Google-ში. არაფერი არ მითხრა, არანაირი ანალიზი იქ არ იყო, აბსოლუტურად. იმიტომ რომ ალგორითმი, ამ ალგორითმს ადამიანი ქმნის და აბავს იმას, რაც ოფიციალურად დაშვებულია. დაშვებულია დრო და სივრცის თეორია, ვთქვა, იგივე აინშტაინის ან ისა. ამ დროს არ არის სწორი თეორია, აი სწორი თეორია არ იგოზირებს, ის მომიყვეს რა. არ მოგიყვება, ვერ მოგიყვება, იმიტომ რომ არ იცის, არ არის Google-ში არტებს. გესმის მასალა არ არის. ამიტომ ვერ იმას გიზამს. თუ რამეს გაშიფრა გინდა, აბა კითხე, ვერ გიშიფრავს, სისულელეს გეუბნება. აბსოლუტურ ზღაპარს გეუბნება. იმისი არ იყოს ამასინად გოგავა ამბობდა. კითხე ყველაზე დიდი პოლიტოლოგი საქართველოსშიო და ნოდია დაუსახელა. ხო წარმოიდგინეთ ნოდია. წარმოიდგინე, აი რა დონეზეა, ხო ხდებით? ეს ტელევიზიით თქვა იმან რა ქვია გოგავა. გოგავა გეკითხება და ნოდიას უსახელებ. სირცხვილია. მე ვთვლი რომ გოგავა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ერთ-ერთი. იმიტომ რომ არის კიდე იქ ვიღაცები, რომლებიც ძალიან მაგრები არიან. სოსო მაგარია, მაგალითად იქ არიან კიდე 5-6 კაცი არის, ვინც პოლიტიკაში რეალურად ერკვევა პოლიტოლოგიაში. პოლიტოლოგიაში გარკვევა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსია. მოდ მისი ანალიზი, იმიტომ რომ ანალიზის უნდა რეაქტ და იმიტომ. აი ამ დონეზე მიყავთ. ესაც დაზომბირების ახალი მეთოდია. დრო წამოვიდა. საუკეთესო 10 ქვეყანა, რომელიც გადარჩება ახლა ამ პავი რომ მოხდება, რუსები ხშირად დებენ და აი რას გვიპასუხებს ისა ჩამოასახელებს. ისე კი გამიხარდა ახლა იმ 10 ქვეყანაში საქართველოს დაასახელა, რომელიც გადარჩება. იმან რა ქვია ხელოვნურმა ინტელექტმა, მაგრამ საიდან აკეთებს ამ ანალიზს? ხო, აი ეს მაინტერესებს, ის სხვა ანალიზს ვერ გააკეთებს. ანალიზს ცოცხალი ტვინი ჭირდება. ინტერნეტში დადებული მასალა. ხო, ალგორითმით კი არ კეთდება ანალიზი. ანალიზს ცოცხალი ტვინი ჭირდება, ვინა? ეს გაოცებული ვარ ახლა. იგივე IT-შნიკების 90% მათემატიკა არ იცის. იმიტომ რომ თვითონვე აკეთებს ალგორითმს მანქანა.
ეს უკვე პრიმიტიულია. იმიტომ რომ ის რას თემასაც შეიტან, იმის იქით ვერ გააკეთებს. იმას ახალი იდეა ვერ გაუჩნდება. კი. შენ ემოციასაც უბრალოდ ვერ აიღებს. ახლა ერთმა ტიპმა რამდენიმე ჩემი ლექსი შეიტანა იმაში და სიმღერა მოინტონა. არ იცი როგორი სიმღერები დაწერა ივან და შეასრულა. ხო, არა არის ცუდი, მაგრამ მაგარი hard rock. ჩემი ემოცია საერთოდ არ არის hard rock. ლექსი ჩემი დაწერილია, ხო? არ არის hard rock-ის ემოცია. ხო ხდები? ის ემოციასაც ვერ ხვდება და იმიტომ. აი რეალურად შევხედოთ სიტუაციას. ჩვენ არ გვინდა რეალურად შევხედოთ სიტუაციას. იცი აი იმის პროექტი გადაგვარჩენს ვიღაცა, აი ამის პროექტი გადაგვარჩენს და ქალი რომელიც სახში ბორს ხარშავს ძალი ხელით ურევს, ისე აქ დამთავრებული რა ქვია რაღაცა მენეჯერის კურსები, ვიღაცის პროექტს მოისმენს და იმის იჭერა. ორ კვირაში მეორეს იჭერა. ანალიზის არ კეთდება, საერთოდ არ კეთდება. მე არ ვიცი რა სწორია ან არასწორია. მე შემიძლია თქვა ეს მესმის ან არ მესმის. იმიტომ რომ ხარ მე ეკონომისტი არ ვარ, შეიძლება ძალიან ბევრი მაგარი პროექტი იდოს, მაგრამ მე ვერ გავიქო. ეს სირცხვილი არ არის. ხო ხდები? მაგრამ სამაგეროდ აგერ მუსიკოსი გამირჩევს რა არის სიყვარული კვანტური ფიზიკის მეთოდებით. და ვარ მუსიკოსია. იმან აუცილებლად ძალიან კარგად იცის კვანტური ფიზიკა. ხო. ნუ ეს გახსოვთ ბერტოლტ ბრეხტის ნაწარმოები. მოსამართლე ვინ იქნება მოსამართლე და მხებავი, უბრალო მხებავი. სამართალს რა თუნდა? ცოდნა. ხო. აი ამ დონეზე ვართ ახლა მისულები. ყველა სისტემაში ამ დონეზე ვართ. სკოლის მასწავლებლები ნახეთ, სკოლის პროგრამები ნახეთ, იმას მასწავლებელი დათუნდა. ვაფშე არ ჭირდება. ისეთი პროგრამაა, რომ დათუნდა. მასწავლებლის გარეშე შეგიძლია გააკეთო. ეს სიგიჟეა ყველაფერი. ჩვენ ცხოვრობთ აბსოლუტურ ქაოსში. აბსოლუტურ სიგიჟეში და ეს დამთავრდება. როდის? აი გეტყვით ახლა. მე ვთქვი, ვამბობდი 27-29 წლები, ეს იქნება მთავარი წლები. ანუ, როდესაც მეხუთე განზომილების შემოსვლა დაიწყება. იყო ესეთი კოსმონავტი ლეონოვი. გაგიგიათ? როგორ არა? კი. გაგარინზე იყო გაბრაზებული, იმიტომ რომ გაგარინი გაუშვეს პირველად და დაიცინეს. ხო, გენერალი იყო მე. გაგარინმა თქვა, რომ არ თქვა აღარ შემიძლიაო და გააქრეს გაგარინი. თვითონაც. და ლეონოს ჰქონდა შეხვედრა კოსმოსში. გახსნეს ახლა წერილი. ლეონოვის 50 წლის შემდეგ რომ უნდა გაეხსნათ. და პირდაპირ უთხრეს იმათ, თქვენ შანსი გეძლებათ 2027 წლის 27 ოქტომბრამდე. მოხდება ეს და ყველაფერი ხდება. ახლა გავიგებ 25-ში გახსნეს და იმედა. ეს ყველაფერი და ამის შემდეგ გადატვირთვა დაიწყება დედამიწის. შანსი არ არის ვერ გეპატიებათ, იმიტომ რომ თქვენ არავინ გაგანადგურებინებთ სამყაროს. მივედით ჩვენ ამ დონეზე. დაუკვირდით, გარშემო რა ხდება. დაუკვირდით რა. 21 საუკუნეში ვართ და კიდევ გჯერა, რომ არსებობს ღვთისმშობელი ერი. ნუ ეს ხო სასაცილოა. ის რა ღმერთია, რომელსაც რჩეულები ყავს. მე მზარასოდეს ვერ გავიგებ. რა თქმა უნდა. რჩეული შეიძლება ეშმაკს ყავდეს მარტო. ღვთისმშობელი კაცო. აგერ იმაში ვარ და თურმე ის იმდენად ნიჭიერი ყოფილა, მათ აქვთ მარტო დედამიწის მართვის უფლება. კი ბატონო, როგორ მართავენ ხედავთ. სიძულვილით, სიზღით და სისხლით, რა თქმა უნდა. რას აკეთებენ ნახე. თან არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადესო, ხო? ყველაფერს ამბობენ უკვე პირდაპირ. პირდაპირ ამბობენ, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, როგორ არიან. ეს ყველი არ არის. ეხლა მთელი ისრაელი სისხლში ამოწმო, შენ იქ სემიტურ სისხლს ვერ იპოვი. შანსი არ არის. ეს ნაკრებია, ეს არის სექტა. სექტა აბარ არის, იუდაიზმი არის სექტა. თავიდან ბოლომდე. 2600 მას სხვა ადამიანს უნდა უხაროდეს, მას რომ მოემსახურება ესმის და თითოს 2600 მონა ეყოლება. ეს ოფიციალური იდეოლოგიაა მაგათი.
მე ამას კი არ ვიგონებ. თვითონ ლაპარაკობენ, შეიძლება ჩართო და მოусმინოთ. εν რაოდენობით გამოდიან და ჩანაწერები ახლა ამოუყარეს ზემოდან. უკრაინელები უნდა გაწყდნენ, აბა რა უნდა მოხდეს. რატომ უნდა გაწყდნენ უკრაინელები? იმიტომ რომ ისინი ჩვენ წვითავდნენ 100 წლის წინ. კი, მაგრამ 100 წლის წინ 100 წელი გავიდა იმის შემდეგ. აბა ჩვენ რასაც ვიკეთებდა ირანი და ოსმალეთი, მაშინ უნდა გაწყდეს. და მონღოლეთი კიდე. დავერი სადღა არც არსებობს. ხო, დავერი. ხო, მაშინ სულ ყველა უნდა გაწყდეს. ეს არის ბოღმით ცხოვრება. ესა ფსიქოსომატიკაა მთლიანად. და ადამიანი ირღვევა. რა თქინდა ექიმი გამოდის ტელევიზიით და გეუბნება, რომ ძალიან პოპულარული არმიდა სახელი და გვარი ვთქვა. ყველა ძალოვანი ფსიქოპათიაო. შეგალოცვილო, იცი რა არის ფსიქოპათია. ესე იგი არ იცი, შენ წარმოდგენა არ გაქვს ფსიქოპათია რა არის. წარმოდგენა არ გაქვს. ორი ტიპის არსებობს. ერთი კონსტიტუციური აღგზნებითი, მეორე მანიაკალურ დეპრესიული. იცი ამდენ გენიოს გჭირდა ფსიქოპათია. შორს არ წავალ, ტოლსტოი იყო ფსიქოპათი. არა, მართლა იყო, მე არ ვიცახი, ამანყოფი იყო, არანორმალური. ბულგაკოვიც, რა გენიოსები იყვნენ. იმათ ის ენერგია წაიღეს მაგ მხარეს. ფსიქოპათი პლერს არ ნიშნავს ყველა შემთხვევაში. ჯერ ერთი და მეორე, ყველა ძალოვანი ვერ იქნება. ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს იცავს, როგორ არის ფსიქოპათი. ადამიანი, რომელიც შენ გიცავს, რო გჭირდება დამეხმარეო ეძახი, როგორ არის ფსიქოპათი. ვიღაცა იქნება იქ ფსიქოპათი, მაგრამ ვიღაცა არ არის ფსიქოპათი. ესეთი მიდგომა როგორ შეიძლება? და ნუ იქ მერე სექსზე და რაღაცებზე ილაპარაკა ლიბერალი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. ხო და всё დამთავრდა მე მას აღარ მოусმენ. რატომ პრიმიტივია? რა თქმა უნდა. ის არასრონებს. ფსიქოპათები, მე განახებთ ფსიქოპათებს ექიმებში. εν რაოდენობით. თუნდაც ის სამეული რო იყო კოვიდის დროს. სამივე ფსიქოპათი იყო, ავანტყოფი იყო. და დაშე ფსიქოპათი კი არ იყო. ფსიქოპათი, როდესაც თანამდებობაზე მოდის და იყენებს თავის ძალაუფლებას იგდებს ხელში. გინდა კრიმინალურში, გინდა არაკრიმინალურში, არ არის. შეიძლება ის მაშინ ხდება საშიში, ხო? ისინი სოციოპატები იყვნენ, ანუ უკვე ჩამოყალიბებულები. სამივენი. იმიტომ რომ შენ ბევრი ფული იშოვო უამრავი ადამიანი გაწირო, ეს უკვე სოციოპათიაა. სოციოპათიაა. იბასმის. ძალიან ცუდად არის სიტუაცია. ჩვენ არ გვაქვს ძალიან კარგად სიტუაცია, მაგრამ გარდუვალისთვის არ ახამსჭმუნვა. ეს აუცილებლად მოხდებოდა. ესეც ჩაივლის, როგორც სოლომონი იტყოდა ხოლმე. ესაც ჩაივლის. ეს აუცილებლად გასავლელი პერიოდი, ეს ქაოსის პერიოდია. და ეს ქაოსის პერიოდი კიდე 2 წელი გაგრძელდეს. მეტი ვერ გაგრძელდება. ვეღარ გაკაჩავს, მაგრამ მანამდე დიდი და ძალიან ცუდი ამბები მოხდება. ისრაელი აღარ არსებობს. უკრაინა გაქრება, პრიბალტიკა გაქრება. შეაჭრის ევროპაში ომი. ჯერ რუსია, ჯერ საბავშვოებია, რასაც ხედავთ. იმიტომ რომ მთელი ერები იქცნენ ფსიქოპათებად, სოციოპათებად უბრალოდ. ერთმანეთის სულთ. აი სოციოპათია რა არის? იცი ამდენ უკრაინელს ოწირავენ. სოციოპათია ზელენსკი. ამანტყოფია. სოციოპათი იყო მიხეილ ზელენსკის და ევროპის ის ქვეყნებით, რომელიც ყველა ლიდერი ვინც იყო. აი ეგ არის უბედურება. საქმე იმაშია, ხო, მოსამართლებელი იქნება მოსამართლე. ხებავი, უბრალოდ ხებავი. ყველაზე გაუნათლებელი ტიპებით განაცხადა და კლოუნებით განაცხადა ხელისუფლების სათავეებში. ყველგან აბსოლუტურად. ნუ ახლა მე ამას იგივე ჩინეთის შესახებ ვერ ვიტყვი და ინდოეთის. იმიტომ რომ მათი ლიდერები თავს იცავენ უბრალოდ. ამ ეტაპზე. მაგრამ ზოგადად სხვა აი დასავლეთს რასაც ვეძახით ჩვენ და კულტურა რას ნიშნავს და? რას ნიშნავს კულტურა? ოღონდ ამიხსნან და ჯერ გამაგებინან. კულტურა რომელიც უკან არის დონეზე და ის კულტურა არ არის. კულტურა სხვა რამეა. ჯერ კიდევ ფსევდოლოგინი ამბობს შეცდაღრიცხამდე პირველ საუკუნეში შემოქმედება რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება ის შემოქმედება არ არის. აბა მანახეთ ახლა კულტურა რომელიც ამაღლებულს ემსახურება. სად არის კულტურა? კულტურა კი არა. კულტურა იცი სად არის? აფრიკის ველურ ტომებში. ჩვენ როგორ ავართ იცი? აი გარდამავალი პერიოდი რო გქონდათ
ველურებს, ასე რომ ვთქვათ. სიკეთე რა არისო? ბოროტება რა არისო? და ბოროტება არისო, როცა ჩემი მეზობელი თავს დამესხმებაო და ჩემ ხალებს და საქონელს აიყვანსო. აბა სიკეთე რა არის, როცა მე დავესხმები თავს და მის საქონელს და მის ხალებს ამოვიყვანო. აი ამ დონეზე ვასრულებთ, გესმის? ესე იგი რა მოხდა? პროგრესი განვიცადეთ, არანაირი პროგრესი არ განვიცდიათ. პირიქით დეგრადაცია მოხდა. დეგრადაცია მოხდა, იმიტომ რომ როდესაც ვეცნობოდი უძველეს წარმოდგენებს იგივე ეგვიპტურს, იგივე შუმერულს, ჩვენ იმ დონეზე არ ვართ. ბევრად მაღალი დონე იყო. ბევრად მაღალი ლაუძის ნაშრომის დონის, დაუდეძენის დონის ნაშრომი ჩვენს დაარწმუნდა მე-6 საუკუნეა. არ დაწერილა. ბოლო 2000 წელია. არ დაწერილა ესეთი დომის. ეს ფილოსოფიური ნაშრომია, ხო, პირველი არის კოსმოგონია ნაწილი, მეორე ნაწილი არის სოციოლოგია, პრაქტიკულად, სახელმწიფო და ასე შემდეგ. ამ დონის ნაშრომი არ არის დღეს დაწერილი. ვეღარ იწერება. ვინ დაწეროს? ხო, ეს არის დეგრადაცია. დეგრადაცია. ნუ ჩვენთან კიდევ ქონდა მერე პერიოდები აფეთქების, იგივე შოთა რუსთაველი და იგივე და ასე შემდეგ. დავით გურამიშვილი ტიროდა თუ რა უყურებდა ამ ყველაფერს აღწდებოდა საქართველოში და ტიროდა. გულით გიოდა იმასაც ვაჟებშაველას, თუმცა ვიღაცებს არ მოწონს წვერებიანი ვაჟა. ხო, არცილი არ მოწონთ. გამგერთებს. ხო, ნუ ახლა ვაჟა მაინც სხვა ზენიტია და ამიტომ ვამბობ, ამ შემთხვევაში კულტურულ ასპექტზე ვამბობ. ილია ეს იყო მამა საქართველოს იმ პერიოდის. ხო. აი ეს ნიუანსები გესმის. ნაგერი გამოვიდა ვიღაცა რუხაძე, რომელსაც მეპარება ეჭირო საერთოდ დალაგებული იყოს. იცი ქართული ენა უკეო დამწერლობა გვაქვს ძალიან ლამაზიო, მაგრამ ცუდად ჟღერსო. რატო ინგლისურად ვერ ჟღერსო, რა? იმაზე ვსაუბრობთ, ხო? იცი იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ ესეთი დაწყობილი მათემატიკური ენა დედამიწაზე არ არის, ზუსტი ენა. იმაზე არ ვსაუბრობთ. ახლა ინგლისური ნომერ პირველია, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული უფრო დაწყობილი ენაა, რუსული უფრო დაწყობილი ენაა, დალაგებული და ხო, გრამატიკა. ენა რაც უფრო დაწყობილია, ამით უფრო დიდია ამ ენაზე შექმნილი ნაწარმოები. ენა ვერ დაეწყობა, თუ ენაზე რაღაცა შედევრები არ შეიქმნა. გესმის? იბატონო. აი გარი. ავთენტური შედეგები, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის ავთენტური. კი, რა თქმა უნდა, გავლენები იქნება. იმიტომ რომ იგივე ხსყავსანში აღმოსავლური გავლენები არის, ისევე როგორც დასავლური. მაგრამ ის არის ქართული, თავიდან ბოლომდე, რო კითხულობ. იგივე გურამიშვილი ქართული პოეზიის მამაა. ყველა სტილი მისი შექმნილია. ავთენტურია, ქართულია, ნახტია. გესმის? და ამისთან ერთს ენას უწუნებ. ბიჭო, ენას ჯამთელი კაცი ერთს, რომელსაც ერთი ლექსი არ უთქვია ცხოვრებაში. აგერ მატების ტომია იმაში, ჩრდილოეთში, ციმბირში, ტაიგაში ცხოვრობს, სულადაც 400 კაცია. 14 თანხმოვანი აქვს და 7 ხმოვანი, მთელი ენა ეს არის. და იმას არ უწუნებენ ენას, გესმის? ტონებით განსაზღვრავენ. და შენ ამას ესეთ ენას იწუნებ, ესეთ დახვეწილს. არა, შენ უბრალოდ მაპატიე და პარასიტი ხარ შენ საკუთარი სამშობლოს სხეულზე. აი გარი. არ გიყვარს სამშობლო, აი გარი მეტი არაფერი. როცა ამ ენაზე მეტყველები იცი ეს ენა, როგორ შეიძლება არ მოგეწონოს და შეიძლება რაღაცის აღქმა არ კონდეს, მაგრამ შეუძლებელია შენი მშობლიური ენის აღქმა არ კონდეს. შეუძლებელია. და თუ არ გაქვს, ესე იგი პარაზიტი ხარ უბრალოდ. ამ ქვეყნის კისერზე პარაზიტი ხარ. შენ უკვე აღარ ხარ ქართველი. იმიტომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი არ არის, სალომე ზურაბიშვილი ფრანგია. იმიტომ ვერ ისწავლა ქართული. ვერაფერს დიდებით. იმიტომ რომ აზროვნებს ფრანგულად. კი. ფიქრობს ფრანგულად. ხო, ვიღაცას მოსწონს ფრანგული ენა. მე არ მომწონს, ჩემთვის ეს ჟღერადობა არ მოდის, მაგრამ მე იმას შეურაცხყოფას არასოდეს მივაყენებ. და მithume ეს საკუთარ მშობლიურ ენას როგორ მეაყენებ შეურაცხყოფას. ხო, არ შეიძლება. არ შეიძლება, აი ამ დონეზე დავეცით.
ეს არის ზუსტად ის მომენტი, იცი, ალბათ სოდომი და გორმორას დროს უფრო კაი სიტუაცია იყო ვიდრე ახლა დედამიწაზე. მაშინ თქვა სადღაც ერთ-ორ ქალაქში იყო. ახლა მთელ დედამიწაზე ეს არის. მთელ დედამიწაზე. ბატონო მალხას, თან სოფლიოში ეს არეულობა მიმდინარეობს ეს ჩვენ ვთქვით და ბევრი ქვეყანა შეიძლება გაქრეს, მაგრამ საქართველოს ძალიან ძიმედ აწევს დღესდღეობით თვითონ აქ არ არის დავუშვათ ომი, მაგრამ აშკარად უცხოური ექსპანსია მიმდინარეობს. აფეა მოხდება. მე მინდა რეალურად გითხრათ და რატომ? ჩვენ ძალიან უცნაურიერი ვართ. ესე თავის დროზე ყივჩახები ჩამოასახლა საქართველოში. ნაწილი წავიდა, მაგრამ ნაწილი დარჩა. ეხლა შეგიძლია მითხრა ერთი მაინც ყივჩახი. არა, იმიტომ რომ იმას გენეტიკა ჭამს ნენელა. ცითრგორალი. ჩვენ ეს არა, ესენი არ გაჩერდებიან აქ. ის არაბი აქ რატო ჩამოასაცხოვრებლად ბევრად უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობს ამ ეტაპისთვის ეკონომიურად. ის შეიძლება რაღაც მომენტში ჩამოვიდეს, წავიდეს, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდება. ამის გარდა მე მაინც ვთვლი, რომ ეხლა ეს ჩემი მოსაზრებაა, მე არავის არ ვახავ თავს, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია საქართველოში შეფასდეს 22 დეკემბრის ამბები 91 წლის. მაგას უკანონოდ გამოცხადეს შემდეგ ხელმეორედ ნაციონალიზაცია მოხდეს უმრავლესი რამის. ეს იმდენად საშიში არ არის, აი ასეთ შემეუბნები. თუ გინდა ის 14,000 ებრაელი, თუ გინდა ის 11,000 არაბი, რაც არის დათვლილია და იმიტომ ვიძახი. ეს იმდენად საშიში არ არის. მილიონამდეა შემოსული. ბინადრობის უფლებით. მაინც არ არის, მაგას გააუქმებ. ბოლო შემოიტან კაც კანონს იმაზე, რომ ენა არიცი დატოვე ქვეყანა. ეგ შესაძლებელია. საშიშიც რა არის? ამიტომაა პირველ რიგში ის გასაკეთებელი. ის რომ მარგარეტის საბადო ვიღაცა უკრაინელი მაპატია და კოლომოისკი, ხო, ჩატლახის ხელშია. ის რომ ჩვენი არაფერი არ არის. აი ეს არის საშიში. რომ ის არ არის არაფერი. ხო, აი ეს არ არის საშიში. ამას სჭირდება ნაციონალიზაცია. ნაციონალიზაცია ისტორიაში მომხდარა სხვადასხვა ქვეყნებში. ისე რომ აქაც შეიძლება მოხდეს. ეს არის საერთაშორისო კანონებში ჭდება და ყველაფერი. არის საშუალება ის იძლევა ზუსტად 92 წლის 13 მარტის დადგენილება. ყველაზე მთავარი. ეს ხელისუფლება მე რატომღაც უკვე მგონია, ადრე მანდა მაინც ესე არ ვფიქრობდი, მაგრამ უკვე მგონია, რომ ბიზნესი საკმაოდ ჭკვიანია. აქედან გამომდინარე, მე თუ ეხლა დავინახავ, რომ მთელი ეს საკათმე წავიდა იქ, სადაც მათი ადგილია. ან დატოვა ქვეყანა, ან უამრავი ციხეებია საქართველოში, იმიტომ რომ უამრავი დანაშაულები აქვთ. მეორე, მე თუ დავინახავ, ჯანმოდან გამოვედით. მე თუ დავინახავ, მივიღეთ განათლების რეფორმა დაიწყო ყოველ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ეს ახლა სასამართლო კი იყო იმისი, მაგრამ ახლა სასამართლო მოწყობნა გადაწყვიტოს მაგათაც. და განათლების რეფორმა შეიცვალა და განათლება მართლა განათლება გახდა ის არ არის დღეს რაც არის, ხო? მე ვიტყვი რომ ესენი ბრავო. და ესენი მაგრები არიან. და მე ამათ პატეშკას მივცემ. მე უკვე დავიჯერებ იმას, რომ ის ამბავიც მოხდება. რადგან მე ვლაპარაკობ, ის თავი აღარ არსებობს. რეალურად ვინც მაშინ ეს დანაშაულები ჩაიდინა, პრაქტიკულად აღარ არსებობს, ხო? მკვდრები არიან, მათშტაბები არიან, რომლებიც სათავეში შედან. კი ბატონო, ხო, მაგრამ თუ მოინდომეს ამის გაკეთება ადვილია. და არაფერი მოხდება, რა მოხდება ხა ის თამაშს ვერ დაიჭერ. მამაშენმა ეს გააკეთა და ბაბუაშენმა ეს გააკეთა, ამის გულია შამორბოს მე დაჭერაზე არ ამაკლაპარაკი. უმბრალოდ მოხდება ნაციონალიზაცია და აღიარებული იქნება როგორც ის. და პლუს უნდა შეიცვალოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღი. იმიტომ რომ თარიღი ვიბრაციებს, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ჟორდანიას ხელისუფლების აღიარება პრაქტიკულად. იმიტომ რომ პირველი მოღალატე ისინი იყვნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი არის 14 აპრილი, 9 აპრილი უფროსარა. 9 აპრილიც არ უნდა იყოს. არც 9 აპრილში გამოცხადდა. ახლა კი გამოცხადდა, მაგრამ მაინც არ უნდა იყოს. უნდა სწორედ ყოფილიყო შერჩეული. და ახლა უნდა არჩიონ ხელმეორედ სწორედ. ამის არჩევა შეიძლება.
ისე 9 რიცხვი ძალიან ცუდად აქვს საქართველოს და 9 რიცხვი კი არ არის 9 და 9 აპრილის არის 13-ის კომბინაცია, მუდმივი ტრანსმუტაციის კომბინაცია, ის კოდში იჭდება და იმიტომ. და მუდმივი ტრანსმუტაცია, მაპატე ტრანსმუტაცია ფანტასტიკულია, ცვლილება, მაგრამ არამუდმივი. ყოველწლიური. ასე რომ ვთქვა, ცვლილებებში ვართ. ისე რომ არ ჩერდება და არ ვითარდებით. რაღაცას დავიწყებთ, ჭახჭყვიტავთ, ახლიდან ვიწყებთ, ჭახჭყვიტავთ, ახლიდან ვიწყებთ. აი ამ დონეზე ვართ. ეს შესაძლებელია. გინდა 9 აპრილი იყოს და გინდა 26 მაისი 2013-ია. კოდში. კოდი არის დაბადების დღისა და თვის ჯამი. ამიტომ ეს შესაძლებელია, აუცილებლად არის შესაძლებელი. თამეთ იდეალური ციფრია, მე არ ვიძახი ცუდი ციფრია. ტრანსმუტაციის ციფრია, მაგრამ არ შეიძლება მუდმივი. მithumetes სახელმწიფოსთვის. ადამიანისთვისაც კი მანდამაიც არ არის სასარგებლო, მაგრამ სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით. სახელმწიფოსთვის ყველა სახარბიელო და თეთი თარიღი და თარიღია. იცი მე მაგალითად არის 2 დღესასწაული, რომლის თარიღებიც მუდმივია. ერთ-ერთს ავარჩევთ, ერთი არის ეს 6 მაისი, გიორგოს ძალასთანაა კავშირში, გიორგობა კი. ოღონდ წმინდა გიორგობა. და მეორე არის 23 ნოემბერი, ეს არის გიორგობა, ოღონდ თეთრი გიორგობაა ეგ. არა საეკრესიო. ერთ-ერთს ავირჩევთ. იმ შემთხვევაში ჯამი კოდი 9-ზე ჯდება ძალიან კარგია, ამ შემთხვევაში 11-ზე ჯდება ესაც ძალიან კარგია. ავიხებდი ამ პოზიციას, რომ კოდი მიყვება ყოველ წელს. შემდეგ ჯამური წლის ფაზაში 6-ში არ უნდა შევიდეს. 33-6-ით არის საქართველოს ბედისწერის ციფრი, 6-იანია, 6-იანი მუდმივ არჩევას ნიშნავს. არ არის რო ეგრე. როდესაც ძირითად კოდში გიჭდება, ხო ხდები? აი ამას შევცვლით. აი ამერიკამ ფანტასტიკურად გააკეთა. 6 აქვს მას და 7 6 კი არა 4 და 7 11-ის პოზიციაზე ზის. ეს ნუ რამდენი წელი 1766 წელს. და მთლიანი კოდი არის 5-ზე, 32-5-ის პოზიციით. ეს იდეალური კოდია. 32 ეს არის მესიის პენტაგრამა. ხდები რამ ხელ ამბიცია იყო თავის თავზე ამერიკა, მაგრამ ეს ძალის გზით 4-7-ის პოზიციით. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მე ყველაფერს მადაც აქვს. მადა აქვს. გარკვეულ პერიოდში იმიტომ ცვლი. საფრანგეთმა ფულჯერ შეცვალა. 5 ჯერ. ზერო ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ.